ვისბადენის საგადასახადო სამსახური, ახალი, ელეგანტური შენობა, რომელიც ჰესენის მიწამ იჯარით აიღო, მაგრამ ისინი კვლავ ამ ბეტონის ურჩხულთან არიან შეკრულები, ვისბადენის ძველ საგადასახადო სამსახურთან. შენობის დაახლოებით 5% უსაფრთხოების ორგანოების მიერ გამოიყენება. შენობის დანარჩენი კი цаრიელია. ეს არც ისე ცუდი ამბავია. ადეგი და გაყიდეთ ეს 70-იანი წლების ურჩხული. მოიცადეთ. მათის უკვე გაყიდეს. კი, რა თქმა უნდა, ეს ასეც მოხდა, მაგრამ შეცდომა იქნა დაშვებული. ჯერ გაიყიდა და შემდეგ გრძელვადიანი იჯარით იქნა აღებული. მაშინ 2004-დან 2006 წლამდე ჰესენის მიწას ფული სჭირდებოდა და მათ გაყიდეს 55 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა და მაშინვე ახალი მფლობელისგან უკანვე აიღეს იჯარით. შენობა, მაგალითად ეს ვისბადენის საგადასახადო სამსახური. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა სამშენებლო და უძრავი ქონების სააგენტომ ასევე იცის რა ღირს ეს წლიური მხოლოდ ქირა 3,4 მილიონი ევრო. მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში საგადასახადო სამსახურისთვის ეს შენობა აღარ იყო საკმარისი და ამიტომ 2022 წლის ოქტომბერში ისინი სხვა შენობაში გადავიდნენ. როდესაც შენობისთვის წელიწადში 3,4 მილიონ ევროს იხდი ქირაში, რომელიც ძირითადად цаრიელია, ეს აშკარად ძალიან შემაწუხებელია. თქმა უნდა, ეს ვიცით, რომ შემაწუხებელია, მაგრამ ისიც ვიცით, ვინც იჯარის ხელშეკრულებას დებს, უნდა დაიცვას შეტყობინების ვადები. როგორც ეს ოროთახიანი ბინის შემთხვევაში ხდება. ყოფილი საგადასახადო სამსახურის იჯარის ვადა 2035 წლის ბოლომდეა. ანუ კიდევ ერთი 10 წელი. 34 მილიონ ევროზე მეტი ქირის სახით. პრაქტიკულად цаრიელი ქონებისთვის, რომელიც 20 წლის წინ გაიყიდა ფულის დაზოგვის მიზნით. ნამდვილად ფუფუნების მოყვარულები არიან ჰესენში.